მოგესალმებით. Ამ ვიდეოში უნდა გესაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ავტომობილზე საქართველოში. როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად კადრში არის ახალი Toyota Camry. გნებავთ Camry, ვინ როგორ დაუძახებს. ახალი Camry ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაგაცანით, როცა მისი დებიუტი შედგა ჩვენს ქვეყანაში და მაშინ ძალიან დეტალურად წარვადგინეთ. ამ ვიდეოში მინდა ცოტა სხვა თვალით შევხედოთ და დავინახოთ მისი ფენომენი უფრო სხვა მიმართულებით. და ახლავე აგიხსნით რატომ და როგორ. Camry არის მანქანა, რომელზეც მოთხოვნა არ იკლებს. წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე. მასზე ყოველთვის არის მოთხოვნა. ამ მანქანას ყოველთვის კარგ ფასად გაყიდით. ფასი ძალიან ცოტათი აკლდება. მე გადავწყვიტე, რომ ჩემივე თავისთვის მომეწყო გარკვეული გამოწვევა და დამესვა კითხვა, რატომ უყვარდებათ ეს მანქანა, რატომ აფასებენ ასე ძალიან? გარდა იმისა, რომ ეს არის Toyota, ეს არის Toyota-ს ხარისხი, გამძლეობა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც ეს მანქანა არ არის ლაქშერი კარი. ეს მანქანა არ არის ისეთი ავტომობილი, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდება. რაც შეეხება მეორე, მესამე ნახვას, უკვე სიარულს, აი ამ მიმართულებით გადავწყვიტე, რომ ჩემივე თავისთვის მომეწყო გამოწვევა და მინდა გითხრათ, რომ ორ დღეში მივხვდი, რატომ აფასებენ ამ მანქანას ასე ძალიან და რატომ უყვარდება ის ბევრს. ამ ვიდეოში შევეცდებით თქვენს სხვა თვალით შეგახედოთ ამ ავტომობილზე. მით უმეტეს ახლა, როცა საქართველოში არსებულ სამივე ოფიციალურ ცენტრში ახალ Camry-ზე ძალიან კარგი ფასი აქვთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ფასი თავიდანვე უნდა ვთქვათ. მოკლედ, Toyota ცენტრ თბილისში, Toyota ცენტრ თეგეტასა და Toyota ცენტრ ბათუმში ახალი Camry-ს საწყისი ფასი არის ამდენი. ეს ამ მანქანისთვის ძალიან კარგი ფასია. ეს ფასი იმასაც ნიშნავს, რომ საუკეთესო მომენტია მაგალითად ტრეიდინის გასაკეთებლად. მიიყვანთ, ჩააბარებთ მაგალითად წინა თაობის Camry-ს, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან კარგი ფასი აქვს, დაამატებთ ცოტას და გამოიყვანთ ახალს. ან ტრეიდინზე შეგიძლიათ ჩააბაროთ ნებისმიერი სხვა Toyota, ან სულ სხვა ბრენდის, სულ სხვა მოდელი. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ტრეიდინის გარდა ძალიან კარგი არგუმენტია ამ მანქანის გარანტია. Toyota საქართველოში გვთავაზობს 10 წლიან გარანტიას, 10 წლიან სიმშვიდეს. ქარხნულ გარანტიას ახანგრძლივებენ 10 წლამდე თუ ოფიციალურ სადილეროში გაატარებთ ტექნიკურ გეგმიურ მომსახურებას. ეს ნიშნავს 10 წლიან სიმშვიდეს მართლაც. ასევე დასაწყისში უნდა დავსვა კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ეტაპობრივად ვუპასუხებ. რა უპირატესობა შემორჩა კლასიკურ სედანს SUV-ების ასეთი პოპულარობის ეპოქაში? მოკლედ, ორი დღე ეს მანქანა გამოყვანილი მყავს სატესტოდ, ახლა დავიძრათ და აგიხსნით, რას მივხვდი ამ ორ დღეში და რატომ დავაფასე ეს მანქანა და მისი მოყვარულები. წავედით. როგორც კი ჩაჯდები, მაშინვე გრძნობ და ხვდები, რომ Toyota-s ინჟინრებსა და დიზაინერებს არ უფიქრიათ და არ უზრუნიათ იმაზე, რომ მაინც და მაინც შოუ ავტომობილი შეექმნათ და ეფექტი მოეხდინათ პირველივე შეხებაზე და პირველივე შეთვალიერებაზე. შოუს ელემენტებზე არ უფიქრიათ. სამაგიეროდ, მალევე წმუნდები იმაში, რომ ზუსტად და კარგად იფიქრეს, რა ჭირდება ადამიანს, იმისათვის, რომ თავი იგრძნოს მშვიდად, წყნარად და მაქსიმალურად კომფორტულად ამ კლასის გათვალისწინებით. აქ არის ყველაფერი, რაც გჭირდება მძღოლს. დაწყებული უსაფრთხოებიდან გაგრძელებული კომფორტით. ვიღაცას შეიძლება საჭის დიზაინი არ მოეწონოს, მაგრამ საჭი არის მულტიფუნქციური და ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მასალების ხარისხი არის იმდენად კარგი და ესეთი იაპონური შესრულებით, შეიძლება ეს არ არის მდიდრული კლასი და ლაქშერი შესრულება, მაგრამ ხარისხი და აი ეს თითოეული დეტალი, რაც არის გაკეთებული, არის იაპონური მიდგომით. და აქვე ვთქვათ, რომ Camry, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ცენტრებში იყიდება, არის ნამდვილად იაპონური და იაპონიაში წარმოებული ავტომობილი. აქ არის, რა თქმა უნდა, ეკრანი სენსორული, საკმაოდ დიდი 12.3 დუიმიანი, სადაც ყველაფერია, მაგრამ აქვე არის, რა თქმა უნდა, ჰაპტიკური ღილაკები,
კლიმატ კონტროლის იოლად ხელმისაწვდომი, ინტუიციურად მისახვედრი, ისე როგორც Toyota-ს შეეფერება ზოგადად და გაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი ფუნქცია და ელემენტი თანამედროვე, რაც აუცილებელია და რაც ამ კლასს და ამ ფასს შეესაბამება. ფუნქციურობა ფასისა და კლასის შესაბამისობაში არის ფაქტობრივად მაქსიმალური. უსადენოდ ამტენი ტელეფონის 3 USB-C პორტი, ასევე უკან 2 USB-C პორტი აი აქ და რა თქმა უნდა კლიმატ კონტროლი ორზონიანია. თანაც ეს ვერსია, რომელიც ახლა მე მყავს გამოსაყვანი გასატესტად და რომელსაც ვიღებთ, არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომპლექტაცია და არის გაცილებით მაღალი და გაცილებით უკეთესი კომპლექტაციებიც, მაგრამ აი ამ ზუსტად ეს მოდელი მინდოდა, ეს ვერსია მინდოდა, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ეზღირს და მინდოდა დამენახა რამდენად ბევრი რამ აქვს ჩადებული აი ამ მინიმალისტურ ერთი შეხედვით ვერსიაში, ხო? და ყველაფერში ეტყობა რომ ეს არის იაპონური ავტომობილი. ყველაფერში ეტყობა იაპონელების მიდგომა. ყველა დეტალში. აბსოლუტურად ყველა დეტალში იგრძნობა რომ ეს არის იაპონიაში წარმოებული სედანი. და რაც შეეხება სედანის ფენომენზე მე კიდე ცალკე დაგელაპარაკებით, იმიტომ რომ სედანის ფენომენი თურმე მომნატრებია სედანის მართვა და ბარემ აქვე ვთქვათ რომ აი ჩვენს არხსაც რომ გადახედოთ ბოლო ახალი სედანი რომელიც გაგაცანით იყო სწორედ აი ეს Camry წელიწადნახევრის წინ და მას მე ძალიან ბევრი ვიდეო გადავიღეთ ბევრი ახალი ავტომობილი გაგაცანით ბევრი გავტესტეთ არც ერთი არ ყოფილა სედანი ასე რომ მე მივხვდი რომ მომნატრებია სედანის მართვა როცა აი ეს მანქანა გამოვიყვანე იმიტომ რომ სედანში ზიხარ ძველებურად დაბლა, მართა უფრო დინამიკურად და უფრო სასიამოვნოა რაღაც მომენტში SUV-თან შედარებით, როდესაც მართავ ქალაქ გარეთ, განსაკუთრებით და როცა უკვე მაღალ სისწრაფეებზე ატარებ მანქანას. კარგი, მე მგონი დროა რომ დავიძრათ და გზიდან კიდევ უფრო მეტ ფენომენზე დაგელაპარაკებით. პირველ რიგში ვისაუბროთ ხმის იზოლაციაზე. რამდენად გაუმჯობესდა ის Camry-ში. სიჩქარე მაქვს ამ წუთისთვის, ამ წამისთვის 107 კმ/სთ, ნუ შეიძლება რაღაც მომენტში 100 გახდეს. 100, მოდი ავწიოთ 100-მდე. აი ესე იყოს 100, 115-მდე. აი ესეთი დიაპაზონი, რაც დასაშვებია ჩვენს ავტობანებზე და გავჩუმდები ახლა და აბა ხმა როგორი იქნება. ან შედარება არ არის. შედარება არ არის, ხმის იზოლაცია აქვს გაუმჯობესებული. ქალაქში საერთოდ ვერ იგრძნობთ ხმის შემოსვლას. მაგრამ თავარი მაინც ავტობანია, როცა მიდიხარ სწრაფად და როცა არის ნაკაც ეჯახები, აი მაშინ იგრძნობა ხოლმე ყველაზე მეტად. ვერ ვიტყვი რომ ეს არის რაღაცა ლაქშერი კლასის ხმის იზოლაცია, რა თქმა უნდა, ეგრე არ არის, მაგრამ წინა Camry-ზე გაცილებით უკეთესია. ამას თავად ვამბობ. მოდი ვისაუბროთ ძრავაზე. ეს არის 2.5 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავით. ეს არ არის ჰიბრიდი. მაშინ როცა გაგაცანით ახალი Camry, როცა ახალი შემოსული იყო საქართველოში, მაშინ ვისაუბრეთ ძირითადად ჰიბრიდზე და ახლა გესაუბრებით არა ჰიბრიდზე. პირდაპირ უნდა შევეხოთ საწვავის ხარჯს. იმიტომ რომ ჰიბრიდი რა თქმა უნდა გაცილებით ეკონომიურია, თითქმის ორჯერ ნაკლებს წავს ქალაქში, ქალაქგარეთ დაახლოებით იგივეს, ოდნავ ნაკლებს. რაც შეეხება 2.5 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი Camry-ს, რომლის სიმძლავრე არის 204 ცხენის ზალა, ჰიბრიდი ოდნავ უფრო მძლავრიც არის. 204 ცხენის ზალა, 2.5 ატმოსფერული. ნახოთ საწვავის ხარჯი. ეს არის ბოლო ჩემი სიარულის ბოლო 5, 10 და 15 წუთი. და ყოველთვის საწვავის ხარჯი იყო 10-ზე დაბლა. მე ქალაქში რა თქმა უნდა ვიარე და ქალაქში საწვავის ხარჯი ავიდა 11 ლიტრამდეც კი, 11 და 2 იყო საცობში. ქალაქ გარეთ რა თქმა უნდა 10-ზე ქვემოთ ჩამოვიდა თან მნიშვნელოვნად და ისტორიაშიც რომ გადავიდე, საშუალოს მიწერს 6 და 4-ს. ეს ძალიან კაია ხა 6 და 4, საშუალოდ ძალიან კარგია. მოკლედ, ავტობანზე 6 ნახევარი სიარულის მანერასაც გააჩნია და ქალაქში 10, 11, აი ესეთი წვა. უნდა გქონდეს თუ არა იდეა ფიქსი რომ იყიდო ჰიბრიდი და გადაიხადო უფრო მეტი. თუ შენთვის მნიშვნელოვანია
საწვავის ხარჯი, აი ეს 2 ლიტრი, 2 ლიტრანახევარი განსხვავება და თუ უფრო ქალაქში დადიხარ ძირითადად და ჰიბრიდი ქალაქში წვავს ზუსტად 6 და 4, რასაც ეს წვავს უკვე ტრასაზე და ავტობანზე, მაშინ რა თქმა უნდა ჰიბრიდში გამართლებულია თანხის გადახდა, მაგრამ თუ ეს არ არის გადამწყვეტი, აი ეს 2 ლიტრი, 2 ლიტრანახევარი, თუნდაც ქალაქში გამოვა ალბათ 3 ხო, ჯამში განსხვავება, შეიძლება 3.5-ის გამოვიდეს. მაშინ უფრო გონივრული არჩევანი გამოდის ჩვეულებრივი ბენზინის ძრავის მქონე Camry. 2 და 5, რომელსაც არც იმძლავრი აკლია 240 დიზელა, საკმარისია. აი, იაჭერ გაასწრებ, ვისაც გინდა, როგორც გინდა. და რეალურად ვიცით რომ Toyota გამძლეა, ვიცით რომ Toyota ჰიბრიდული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხარისხიანია, მაგრამ როცა გაქვს 2 და 5 ატმოსფერული ძრავა, იაპონელების შექმნილი და გაქვს 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კომბინაცია, რაც კი თვითონ Toyota-ს შეუძლია რომ შემოგთავაზოს. ჰიბრიდი მაინც არის დამატებით სერვისი, დამატებითი ელემენტების მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ შემთხვევაში თუ კი ჰიბრიდს აქვს ეგრეთ წოდებული ელექტრონული ვარიატორი, ამ შემთხვევაში გვაქვს კლასიკური სანდო საიმედო 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. და ნუ ამაზე სანდო კომბინაცია რა უნდა იყოს, მე არ ვიცი. ეს მანქანა არაფერს არ აკეთებს არასწორად. შეცდომები არ აქვს. არ განერვეულებს. განიჭებს რაღაცა სიმშვიდის განცდას და იმის განცდას, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღე, როცა გადაწყვიტე მისი შეძენა. სწორად რომ გამიგოთ, შეიძლება Camry-ს ფოტო ტელეფონში wallpaper-ად არ დაიყენოთ, მაგრამ სამაგიეროდ ეს ის მანქანა, რომელიც არც იმედებს არ გაგიცრუებთ არასდროს. ესეთი განცდა დამეუფლა მისი მართვის დროს. თუ კი შეიძლება რომ ამ ფასში პრემიუმი შემოგთავაზოს ავტომწარმოებელმა ასეთი სახელწოდების ბრენდის ქვეშ თავისი 10 წლიანი გარანტიით და აი ამ ბრენდის იმიჯით, მაშინ მხოლოდ ამ მანქანაში, აი ამის თქვა მინდა. ხო, ერთი რამ, რაც არ მინდა რომ დამავიწყდეს, როცა Camry წარვადგინეთ ჩვენ, როცა ის ახალი შემოსული იყო საქართველოში, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მაშინდელი ვიდეო ვნახე და კომენტარებში ეწერა, რომ ჩინური ვერსია არსებობსო და აი ჩინურ Camry-ზე იყო ლაპარაკი, რომ ეს რაღაცები არ ქონდა და მოკლედ არ ვარ გავამბობდნენ და რა თქმა უნდა არსებობს ჩინური ვერსიაც, იმიტომ რომ ჩინეთის ბაზრისთვის Toyota ასევე აკეთებს ჩინეთშივე Camry-ს, მაგრამ იმ მანქანას, ამ მანქანასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ Camry ქვია ასევე და არის Toyota-ს ბრენდის. სულ სხვა მანქანა არ არის, მაგრამ ბევრი რაღაცა აქვს სხვანაირად. არ შეიძლება რომ ის მანქანა ამასთან დავაიდენტიფიციროთ. ის არის ჩინური ბაზრისთვის შექმნილი Camry, რომელიც ასევე Toyota-მ შექმნა, მაგრამ გათვალისწინებით ჩინური გემოვნების, ჩინური ფასების და იმ ბაზარზე რომ იყოს კონკურენტუნარიანი. და ეს არის ევროპული ბაზრისთვის იაპონიაში წარმოებული მოდელი, რომელიც იყიდება საქართველოში ოფიციალურ ცენტრებში. აი ამის თქმა მინდა და აუცილებლად. არსებობენ ისეთი ავტომობილები, რომლებიც 5 წუთში მოახდენენ შენზე შთაბეჭდილებას და არსებობენ ისეთები, რომლებსაც მერე და მერე უფრო უგებ, უფრო აფასებ და შესაბამისად უფრო იყვარებ. Toyota Camry, აი ეს ახალი თაობა სწორედ ამ მეორე კატეგორიას უფრო მიეკუთვნება და მე ეს უფრო უტყუარი შთაბეჭდილება მგონია. უფრო სანდო და უფრო შორს მიმავალ გეგმებზე ორიენტირებული. ეს ისეთი მანქანა, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ხელიდან გასაშვები ვარიანტი არ იყო. Toyota Camry ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებიც ექსპერიმენტებს ერიდებიან და აქცენტს სანდოობაზე აკეთებენ. თანაც ახლა, როცა Toyota ცენტრ თბილისში, Toyota ცენტრ თეგეტასა და Toyota ცენტრ ბათუმში მართლაც კარგი ფასი აქვს. და გარანტია არა 3, არამედ ნახეთ 10. ესეც მაგარია. დროებით.